ეს ეკლესია მებრძოლ ეკლესიად იწოდება, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ ვიმყოფებით ბრძოლის ასპარეზზე იმ წუთის სოფელში, რომელიც იოანე ღვთისმეტყველის თქმით ბოროტებაშია ჩაფლული, ცოდვებშია ჩაფლული, სიცრუეშია ჩაფლული და როგორც უხილავი, ასევე ხილული მტრები ქრისტესა და მისი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა იბრძვიან ეკლესიის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ნუგეშად უფალმა ამ ბრძოლაში დაგვიტოვა უწმინდესი და უდიდესი სასუებისა და ნუგეშის მომნიჭებელი სიტყვები ამ კლდესაზე და მე აღვაშენო ეკლესიայի ჩემი, რომელსაც თვით ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან. ესე იგი, თვით ჯოჯოხეთის კარებიდან, ჯოჯოხეთის ბჭეთაგან გამოსული უსაზარლესი ძალები, დემონური ძალებიც კი არათუ ბოროტინების ადამიანები ვერ დაამარცხებენ ეკლესიას, იმიტომ რომ ეს ჩემი ეკლესია ამბობს უფალი. ის ამბობს, მე აღვაშენო ეკლესიայի ჩემი. ასე კი არ ამბობს ადამიანთა ეკლესიას აღვაშენებ, არამედ ჩემს ეკლესიას აღვაშენებ. ღმერთი არის ყოვლადძლიერი და ბუნებრივია ყოვლადძლიერთან ყველა დამარცხდება. მიუხედავად იმისა, რომ სატანა ძლიერია, ღმერთი ყოვლადძლიერია და ვინც ღმერთთან ერთად იქნება, იძლევს სატანას ისევე, როგორც უფალმა ჩვენმა და მაცხოვარმა იესო ქრისტემ ძლია სამი სასტურით რომ გამოიცდებოდა უდაბნოში, შემდგომ ამისა განეშორა მას სატანა, გარემოადგნენ ანგელოზები და ემსახურებოდნენ მას. და ამით გვასწავლა ბრძოლის ხელოვნება, როგორ უნდა ვძლიოთ ბოროტ ჩვენში, ბოროტებას გარეთ, როგორც უხილავ მტრებს, რომელთაც წმინდა პავლე მოციქული ცისქვეშეთის ბნელ ძალებს უწოდებს, დაცემულ ანგელოზებს, ანუ დემონებს, რათა ჩვენს გარემ მოგვადგნენ ანგელოზები, წმინდა ანგელოზები და გვემსახურებოდნენ ჩვენ აც და უკუნისამდე. ამინ. და ტიტე იმპერატორის როდესაც ნახა რა საშინელებანი ტრიალებდა იერუსალიმში, როდესაც შეიჭრნენ რომაელი ლეგიონერები, ხელები აღაპყრო თვით მან, რომელსაც მრავალი სისასტიკე ჩაედინა და მრავალი სისხლის გუბეები ენახა, მთელი იერუსალიმი ფაქტობრივად სისხლში იყო, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი იქნა მოკლული. 600,000 ადამიანი ჯვარსაცვეს. წარმოიდგინეთ. დანარჩენი ადამიანები დახოცეს, იმიტომ რომ ხე აღარ იყო, რომ ჯვრები გაეკეთებინათ და ჯვარს ეცვათ ეს ადამიანები, ებრაელთა ნაწილი ტყვეთ წაიყვანეს, რომლებიც მიხავდათ, როგორც ასე ვთქვათ, გასართობის საშუალება, მიხავდათ ცირკებში, რათა ხალხი, რომლებიც მხიარულებისათვის იყო შეკრებილი ცხოველებისა და მხეცებისათვის, უпроსწორედ სასტიკი გარეული მხეცებისათვის მიეგდოთ საჭმელად და სავსე იყო მონათა ბაზრები, სწორედ იუდეველებით და მათი ფასი იმდენად დაბალი იყო, რომ ხშირად არც კი ყიდულობდნენ მას. აი ასე ძალზე სწრაფად ქრისტეს ჯვარცმიდან, აღდგომიდან და ამაღლებიდან რაღაც 36 წლის შემდგომ აღსრულდა წინასწარმეტყველება იესო ქრისტესი, რის შესახებაც აუწყა მოციქულებს. ამენ გეტყვით თქვენ არა დაშთეს აქ ქვაი ქვასაზე და რომელი არა დაირღვეს. და ვითარცა დაჯდა იგი მთასამა ზეთის ხილთასა, ესე იგი ელეონის მთაზე განმარტოებული დაჯდა და მიუახლოვდა მას წმინდა პეტრე და მისი ძმა ანდრია, წმინდა იოანე ღვთისმეტყველი და მისი ძმა იაკობი, ეს 4 ადამიანი, რომლებიც როგორც მოგახსენეთ, სულიერი თვალსაზრისით დანარჩენ მოწაფეებზე სარწმუნოებრივად უფრო აღმატებულნი და მაღლა იდგნენ, დანარჩენი მოციქულები ცალკე არიან განმარტოვებულნი და მივიდნენ და მიუთხრეს და კითხეს, გითხარიო ჩვენ, ოდეს იყოს ესე და რა არის სასწაული, ანუ ნიშანი იგი შენისა მის მოსვლისაი და აღსასრული ამის სოფლისაი. ესე იგი ამ წუთის სოფლის აღსასრულის რა ნიშნები იქნება, როგორ უნდა მივხვდეთო, რომ ახლოვდება ჟამი ამ წუთის სოფლის
ამ ქვეყნიერების აღსასრულისა. ხოლო მიუგო იესო და რქვა მათ, ეკრძალენით ნუ ვინმე გაცდუნეს თქვენ. ერთ-ერთი პირველი ნიშანი რა იქნება? რამე თუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან ვითარმედ მე ვარ ქრისტე და მრავალთა აცდუნებდნენ. ვინც წმინდა ქრისტიანული ეკლესიის ისტორიას იცნობს, საუკუნეების განმავლობაში ასეულობით და ასეულობით სრულ წინასწარმეტყველი იყო, რომლებიც ამბობდნენ, რომ ის იყო ქრისტე, რომ ის უკვე მოვიდა. დღესაც ასეთი უამრავი სრულ წინასწარმეტყველი არსებობს, რომლებიც ამბობენ, რომ მე ვარ მესია, მე ვარ მსნელი, ქმნიან ისინი სრულ მოძღვრებებს, ერესებს, სექტებს, რომელთაც უამრავი ადამიანები მიხვევიან. აი ახლა ჩვენ როდესაც აქავართ, უამრავი სექტა იქნება ამ დროს, რომელთაც ძალიან ბევრი მიმდევარი ჰყავთ. თქვენ კი გაფრთხილდითო, რომ ამ ადამიანებმა, ვინ ჩვენ, ესე იგი, არა მარტო ქრისტეს მოციქულები, არამედ უნდა გაფრთხილდეს ყოველი ქრისტიანი, რომ არ გვაცდუნოს. როგორ უნდა გავფრთხილდეთ და რა უნდა გავაკეთოთ, ამის შესახებაც გვაძლევს სწავლებას ჩვენი უფალი და მაცხოვარი იესო ქრისტე. რამე თუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან ვითარმედ მე ვარ ქრისტე და მრავალთა აცდუნებდნენ. სხვათა შორის მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც რუსეთის იმპერია, რომლის მიზანიც იყო ისევე როგორც ყველა დანარჩენი იმპერიისა, აღგვა ქართველი ერისა პირისაგან მიწისა და საქართველოს დატოვება ქართველების გარეშე, ეს მრავალსაუკუნოვანი ოცნებაა ყველა დამპყრობელი ერისა და ჩვენ მათ ნაკლებობას არასოდეს არ განვისდით, მასობრივად ასახლებდნენ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში სხვადასხვა სექტებს, დუხობორებს, მალაკნებს, სტაროაბრეაცებს, რასკოლნიკებს და ბუნებრივია ქართველები მიხვდნენ ჩვენი დიდი ქართველი მოღვაწეები, მწერლები, პოეტები, სასულიერო პირები რა იყო მიზანი აი ამ ცრუ მოძღვრებათა შემოყვანისა საქართველოში. თვითონ წმინდა მართლმადიდებელი საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის სიახში არასოდეს არც ერთი სექტა არ წარმოქმნილა. ეს ყველაფერი არის უცხოეთიდან შემოსული. პირველი სექტანტი საქართველოში გაჩნდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში გერმანელი. შემდგომ რუსებმა მასობრივად დაიწყეს სოფლების ჩამოსახლება იქ, სადაც ქართველობა აღარ ცხოვრობდა. როდესაც თურქეთთან მუდმივ ბრძოლებს აწარმოებდა და ამ ბრძოლათა ერთ-ერთი მიზანი რუსეთის იმპერიისა მარტო ის კი არ იყო, რომ ტერიტორიები განევრცოთ თავიანთი რუსეთის იმპერიისა, ამ ბრძოლაში ქართველი მოსახლეობა დახოცილიყო და აღსრულებულიყო მათი დიადი ოცნება. მშვენიერია საქართველო ოღონდ ქართველების გარეშე და ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მარტო ამ დიდი იმპერიის მიზანი არ არის, ჩემო ძვირფასებო. და იქ ასახლებდნენ პირდაპირ სოფლებად და აკაკი წერეთელმა მისთვის ჩვეული ლაკონიზმითა და מחვილ გონიერებით მიხვდა რა იყო მიზანი აი ამ სექტანტების, ანუ ცრუ მოძღვრებათა და ცრუ მოძღვრებათა მიმდევრების შემოყვანისა და დასახლებისა საქართველოში. ესეთი ლექსი დაწერა ნინოობას და ერთ-ერთი სტროფი ასე ჟღერს. ქრისტეს სახელით ქრისტეს ჟულს წვალება შემოერია და ჩვენს ეროვნულ ფიცარზე ქართველი აღარ წერია. ესე იგი, ქრისტეს სახელით რომ მრავლდება ეს სრულ მოძღვრებანი საქართველოში, ამის უმთავრესი დანიშნულება მარტო ის კი არ არის, რომ ჩვენ ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან სრულ სარწმუნოებაზე გადავიდეთ და სამწუხაროდ მრავალი ქართველი დღევანდელი დღის ჩათვლით გადადის სრულ სარწმუნოების გზაზე. ცოდვა სწორედ ამას ნიშნავს, აცდენას. ანუ ჭეშმარიტების გზიდან გადახვევას ნიშნავს და იგი კარგავს არა მარტო მაცხოვნებელ მოძღვრებას და მაცხოვნებელ ეკლესიას, წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიას და ქრისტიანულ მოძღვრებას, იგი ამავე დროს კარგავს ეროვნულ ცნობიერებას. ისინი ხდებიან არა მარტო ანტიმართლმადიდებლები, არამედ ხდებიან ანტიქართველების, თუმცა სისხლით შესაძლოა არიან კიდეც ქართველები. ქრისტეს სახელით ქრისტეს ჟულს წვალება შემოერია და ჩვენს ეროვნულ ფიცარზე ქართველი აღარ წერია. ესე იგი, ქრისტიანული მოძღვრების გაქრობასთან ერთად ადამიანში ხდება ეროვნული ცნობიერების ნიველირებაც. და ადამიანი ხდება მტერი როგორც მართლმადიდებლობისა,
ისე საკუთარი ეროვნებისა, ვისი წიაღიდანაც იშვა და რაც მთავარია მტერი ხდება საკუთარი უკვდავი სულის ცხონებისა, რადგან შეუძლებელია ცხონდეს ადამიანი თვინიერ ღვთისა და მოყვასის სიყვარულისა, იმიტომ რომ უფალმა მცნებად დაგვიწესა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის პირით ღვთის მოყვარულს მოყვასიც უყვარს. მაშასადამე იესო ქრისტე მიწინასწარმეტყველა რომ უამრავი ცრუ ქრისტე გაჩნდებოდა და ასე ვთქვათ გვირგვინი, ბოროტი გვირგვინი ყველა ცრუ სწავლებათა და ცრუ მოძღვართა იქნებოდა ანტიქრისტე. ანტი ნიშნავს ნაცვალს, მოწინააღმდეგეს მტერს. როდესაც მთელს კაცობრიობაში ბოროტება იმძლავრებს, როცა ადამიანთა მოდგმის აბსოლუტური უდიდესი უმრავლესობა უფრო სწორად გახდება ცრუ მოძღვრების მიმდევარი, როცა ადამიანები საკუთარი გულიდან აღმოიფხრიან, ამოიგლეჯენ ქრისტეს სიყვარულს ეკლესიისას, დედა ეკლესიისას, სიყვარულს ხატებისას, სიყვარულს წმინდა საეკლესიო საიდუმლოებებისას და მადლი განეშორება მათ და ერთიანად ბოროტებასა და ცოდვებში ჩაეფლობიან და ცოდვები მათთვის გახდება უფრო ძვირფასი და საყვარელი ვიდრე წმინდა ცხოვრება, ასეთი ადამიანები იქნებიან მოლოდინში არა ქრისტესი, არამედ ანტიქრისტესი, რომელიც მათი მსგავსი იქნება, რადგან როგორც სულიწმინდა გამოგვიცხადებს ფსალმუნებიდან, მსგავსი მსგავსეძებს და მსგავსისათან განისვენებს. და ბუნებრივია ეს ცოდვით დაცემული უნანელად ცოდვებში მცხოვრები კაცობრიობა და ადამიანთა მოდგმა შესვავს ბოლომდე ბოროტების უმწარეს ფიალას საკუთარი ცოდვებით სავსეს და ანტიქრისტეს აღიარებს სამწუხაროდ ქრისტედ, რომელიც მრავალ ცრუ სასწაულს მოახდენს. ამავე დროს რა ნიშნები იქნება უფლის დიდებით, ანუ მეორედ მოსვლის წინ და გესმოდიან ბრძოლანი და ამბავნი ბრძოლათაგან. ესე იგი, სულ იქნება საუბარი ომების შესახებ, მოისმენთ მრავალი ომის შესახებ, იხილეთ და ნუ შეძრწუნდებით, რამე თუ ჯერ არს ესე ყოველი ყოფათ, არამედ არ ღარს აღსასრული, მაგრამ ნუ შეშინდებითო, რადგან ეს არ არის აღსასრული ქვეყნიერებისა, ეს არის წინა ნიშნები იმისა, რომ ახლოვდება ჟამი ქვეყნიერების აღსასრულისა. აი წინა საუკუნეებში იყო ხოლმე ომები ცალკეულ ქვეყნებს შორის. ან რამდენიმე ქვეყანა გაერთიანდებოდა და ერთმანეთს ებრძოდა. ომი ეს არის ეშმაკის ზეიმთა ზეიმი, იმიტომ რომ ყველა უბედურება, რაც კი არსებობს ჩვენ ცხოვრებაში, თავს იყრის კონცენტრირებულად ომში. ყველა უბედურება, კაცთაკლა, გარყვნილება, ოჯახების რღვევა, უსაყვარლესი ადამიანების დაკარგვა, ტერიტორიების დაკარგვა, ჩვენი მამულის მიწების დაკარგვა, რომლებიც ჩვენი წინაპრების სისხლით, ხშირად მოწამებრივი სისხლით არის გაპოხიერებული და გაჯერებული, ეს უამრავ ტკივილთან, უამრავ მწუხარებასთან, უამრავ ტანჯვასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მე-20 საუკუნეში მოხდა პირველი მსოფლიო ომი, რომელშიც მრავალი მილიონი ადამიანი დაიღუპა და უფრო დიდი მასშტაბებით იყო მეორე მსოფლიო ომი, სადაც ადამიანებმა ისეთი სისასტიკენი ჩაიდინეს, რომ ცნობილი პოეტები წერდნენ, აი ამის შემდეგ როგორღა უნდა დაიწეროს ლექსი სილამაზესა და მშვენიერებაზე და ადამიანები შეძრწუნდნენ იმ სისასტიკით, რომელიც მეცნიერების წინსვლასთან ერთად, პროგრესული გზით სვლასთან ერთად, ოღონდ არ იცოდნენ ამ პროგრესს ისინი საით მიხავდა, სასოწარკვეთილებაში ჩაცვიდნენ, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც ჰიროსიმასა და ნაგასაკაში მეცნიერებითა და საკუთარი გონებით ამ პარტავნებასა და ხილში ჩავარდნილმა კაცობრიობამ ნახა, რომ ის, რასაც მეცნიერება ქმნიდა, თურმე მათ წინააღმდეგ ყოფილა მიმართული, როდესაც ჰიროსიმასა და ნაგასაკაში ჩამოვარდა ორი ატომური ბომბი და ეს ბომბები ფაქტობრივად სათამაშოებია იმ ბომბებთან შედარებით,
რაც ადამიანებმა შექმნეს და ამ ორმა ბომბმა ორი ქალაქის მოსახლეობა 600,000 ადამიანი იმსხვერპლა. და მეცნიერთა გამოანგარიშებით თელს დედამიწაზე რაც მეცნიერები არსებობენ 2/3 ჩაგმულია სწორედ საომარი იარაღების შექმნაში. რამდენი ბაქტერიოლოგიური იარაღია, ქიმიური იარაღი, ატომური ბომბები, ნეიტრონული ბომბები, წყალბადის ბომბები და აი ამ ორი ბომბის შემდგომ კაცობრიობა სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, ნიჰილიზმმა მოიცვა ადამიანთა მოდგმა და მასობრივად დაიწყო აი იმ პერიოდში სწორედ ნარკოტიკების მოხმარება უიმედოდ უღმერთოდ დარჩენილმა ადამიანთა მოდგმა. და ჩვენ ვიცით რომ იქნება მესამე მსოფლიო ომიც, რომლის ნანგრევებზეც ისეთი ქაოსი და ანარქია იქნება, ადამიანები იტყვიან ვინც გინდა მოვიდეს ოღონდ მშვიდობა დამყარდეს და აი მაშინ გამოჩნდება სწორედ სრულ მესია ანტიქრისტე, რომელიც ადამიანებს ასე ვთქვათ მშვიდობის მყოფელ პროგრამას მოუტანს, რომელსაც ადამიანები გენიოსთა გენიოსს უწოდებენ, რომელიც გახდება ერთიანი მსოფლიოს ხელმწიფე, რაც ნაწინასარმეტყველებია აპოკალიფსში, გამოცხადებაში და ეს არის ყველაზე პირქუში წინასარმეტყველება, რაც კი წინასარმეტყველთა წიგნებში არსებობს, სადაც ნათქვამია, რომ ანტიქრისტე გაბატონდება მთელს დედამიწაზე. მთელს დედამიწაზე როგორ გაბატონდება, თუ ერთიანი მსოფლიო სახელმწიფო არ შეიქმნება საზღვრებისა და ეროვნებათა ნიველირების შედეგად და ენათა ასიმილირების შედეგად. ჩვენ ვნახოთ ახლა რა მოვლენები განვითარდება, რას გვასწავლის წმინდა წერილი, რას გვასწავლიან წმინდა მამები და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისათვის რომ ვცხონდეთ, იმისათვის რომ გადავრჩეთ. ესე იგი, ერთ-ერთი ნიშანი იქნება ის, რომ განუწყვეტლივ მოვისმენთ ამბებს ომების შესახებ და თქვენ დამერწმუნებით ძვირფასებო, რომ ჩვენ მუდმივად მოკიდებული ჩვენი ბავშვობიდან გვესმის საუბარი ომების შესახებ. ომების შედეგად დანთებული ცეცხლი ნელ-ნელა ედება მთელს დედამიწას. ის შინაგანი ცეცხლი, სიზულვილი, ბოროტება, რაც ღვთის გარეშე მცხოვრები ადამიანების სულშია დანთებული, ეს ცეცხლი ედება მის გარშემო მყოფ ადამიანებს, ოჯახის წევრებს. ოჯახში ომია. ეს ომები, როდესაც გროვდება ოჯახებში, გაიტანება მერე გარეთ. იწყება თვითონ ერთ-ერთში ერთმანეთს შორის ბრძოლა. ეს ბრძოლა, რომელიც ცალკეულ ერებში მიმდინარეობს, გაიტანება მერე ერებს შორის ომებში და ბუნებრივია, რომ მშვიდობა, რომელიც ესოდენ სასურველია ადამიანებისათვის, თანდათანობით სულ უფრო და უფრო სანატრელი და სანუკვარი ხდება ადამიანებისათვის. მეორე ნიშანი რა იქნება? რამე თუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებასა ზედა. ესე იგი, ომები იქნება სახელმწიფოებს შორის. ეს ომები მიმდინარეობს მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში და მიმდინარეობდა კაცობრიობის ისტორიის მთელს მანძილზე. კარგად ამბობს დიდი გერმანელი ფილოსოფოსი ჰეგელი, რომ კაცობრიობის ისტორიის ფურცლები ეს არის უბედურებათა, ტანჯვათა, მწუხარებათა და ომების ისტორია და ბედნიერების ფურცლებს იშვიათად შეხვდებითო. აი თქვენს თუ გადახედავთ თქვენს მიერ განვლილ ცხოვრებას, დამერწმუნებით, რომ ძირითადად იყო ტკივილები, მწუხარება, განსასწრებელი ტანჯვა და პერიოდულად სიხარულებიც. მაგრამ როდესაც იხსენებთ, თქვენ იშვიათად გახსენდებათ, გიჭირთ გაიხსენოთ რა სიხარულები და ბედნიერი დღეები გადაიტანეთ, მაგრამ არასოდეს არ გავიწყდებათ ის ტკივილები, რაც მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე გადაგიტანიათ, რომლებიც ერთ დიდ მძივად აიკინძება ხოლმე ამა თუ იმ ადამიანისათვის. მეუფებასა ზედა და იყვნენ სიყმილნი და სვრანი და ძვრანი ადგილთ. ესე იგი, უმთავრესი ნიშნები იქნება ის, რომ იქნება შიმშილოვანი. ესე იგი, ყველა ადამიანი კი არის შიმშილებს. არამედ იქნება შიმშილოვანი და ჩვენ ვიცით, რომ ყოველწლიურად მრავალი ათეული ადამიანი შიმშილით ხვდება. და არიან ადამიანები, რომლებიც იმდენ ქონებას ფლობენ, რომელთაც თუნდაც ქვეყნიერების აღსასრულამდე რომ ვიცხოვრონ, ვერ დახარჯავენ ამ ქონებას.
ამაგლად ჩვენი ერის ბიუჯეტი, ჩვენი სახელმწიფოს ბიუჯეტი რამდენად ვიცი 10 მილიარდამდეა, ხო? და ყველაზე მდიდარი ადამიანის ბიუჯეტი 83 მილიარდია. აი რა უგუნურებაა, წარმოიდგინეთ და რა უკანონობაა გამომდინარე იქიდან რომ კაცობრიობამ აირჩია არასწორი ცხოვრების გზა, ის ადამიანი 4 მილიონი ამ ადამიანმა რაც უნდა მოიხმაროს, ხო ვერასოდეს ვერ მოიხმარს. რა მწუხარე იქნება მისი გარდაცვალება, წარმოიდგინეთ, ვიზედაც ამყარებდა იმედებს ფულზე ის დატოვებს და ფულის დატოვებს მას. და თან კვალდაკვალ როგორც აპოკალიფსის წმინდა წიგნში წერია, გამოგვიცხადა სულიწმინდა იოანე ღვთისმეტყველის პირით, ყველა ადამიანს კვალდაკვალ გაჰყვება თავისი საქმეები და ის საქმეები იღაღადებენ ღვთის წინაშე და ბუნებრივია ადამიანებს, რომლებიც არაკანონიერი გზებით აგროვებენ ფულს, ის ფული მათ არათუ შეეწევა, არამედ ის ფული მათი მამხილებელი იქნება. ამიტომ ამბობს უფალი, ვაი მათ, ვინც უკანონობით იძენენ ქონებას საკუთარი სახლებისათვის. რომ ღმერთი არა მარტო სიყვარული, არამედ მიუკერძუებელი მსაჯულია და ვითარცა მსაჯული გამჟის თითოეულ ჩვენთაგანს იმ სიტყვებისა და საქმეების მიხედვით, რომელთა ჩვენ თესავთ ამ წუთისობლში. ამიტომ მოგმართავს უფალი თქვენი სიტყვებითა და საქმეებით გამწყუნდებით და თქვენი სიტყვებითა და საქმეებით გამართლდებით. რასაც დასთესავთ, იმას მოიმკით. ჭეშმარიტად, რასაც ამ წუთისობლში დავთესავთ, იმის შესატყვის მოსავალს მოიმკით პარადიულ ცხოვრებაში. და მიწისძვრანი, დამერწმუნებით, რომ მიწისძვრანი იყო, რა თქმა უნდა, საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ თანდათანობით უფრო და უფრო ხშირდება ეს მიწისძვრანი, რომელთაც დამანგრეველი შედეგები მოაქვს. და აი ამ მიწისძვრების დროს ადამიანი, რომელიც ამ პარტავნებაშია ჩავარდნილი მეცნიერული მიღწევების შედეგად, რწმუნდება რამდენად უძლურია იგი მაშინ, როდესაც ღმერთი მრისხანებს უსამართლოდ და უღმერთოდ ცხოვრებ ადამიანებზე, რომლებიც განუდგნენ ღმერთს, რომელთაც დაივიწყეს ღმერთი და იღუპებიან, ღმერთს კი ყველას გადარჩენას წყურია, როდესაც ქრისტე ჯვარცმულია და ერთ-ერთ უკანასკნელ სიტყვებს წარმოსთქვავს, ხელებ გართმული წყურის, მას წყურია არა მარტო წყალი და მართლა წყუროდა მას წყალი, არამედ მას უპირველეს ყოვლისას წყურია თითოეული ჩვენთაგანის სულის ცხონება. მე წყურია თქვენი სულის ცხონება, ამბობს უფალი. და ჩვენ მხოლოდ ქრისტეს მიერ შეგვიძლია ეს წყურვილი მოვიკლათ. იოანე ოქროპირის სიტყვები მახსენდება, რომელიც ამბობს კონსტანტინოპოლში დიდი მიწისძვრა მოხდა და ის ამბობს, რომ როდესაც მიწისძვრა მოხდაო, ხალხს ეშინოდა მიწისძვრისო, მაგრამ მე მეშინოდა არა მიწისძვრის, არამედ მიწისძვრის გამომწვევი მიზეზის, ჩვენი ცოდვების, რომელთა გამოც ღმერთმა დაუშვა მიწისძვრა. ხალხს ეშინოდა მიწისძვრის გამომწვევი შედეგების გრევა რომ მოიტანა. მე კი მეშინოდა ღვთისა, რომელმაც ეს მიწისძვრა დაუშვა ჩვენს მიმართ. და დიდი უბედურებანი, დიდი მწუხარებანი, დიდი განსასწრებელი ღმერთს ამა თუ იმ ერის თუ ცალკეული ადამიანის მოქცევის სამსახურში ჩაუყენებია. აი აქ თქვენ ვინც ტაძარში ბრძანდებით, დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა მოხვედით თქვენი სულიერი მიწისძვრების შედეგად. იმ დიდი ტრაგედიების, პიროვნული თუ ეროვნული უბედურებების, მწუხარებების, განსასწრების, იმედგაცრუების, ღალატის, სოციალური თუ ეკონომიური სიდუხჭირის შედეგად, როდესაც გამოვვალ მდგომარეობაში იყავით თითქმის სასოწარკვეთილებამდე მისული და თქვენი იმედის უკანასკნელი მზერა აი ამ სასოწარკვეთილების და უიმედობის ფსკერზე მყოფმა ისე უფალს მიაქციეთ და შეღაღადეთ. უფალო მიხსენი მე შემჭირდები. აი დგება ეს წამი ადამიანის ცხოვრებისა, როდესაც იგი ეძახის ღმერთს. ამიტომ ახდენს იგი გარეგან მიწისძვრებს, რომ ჩვენში მოხდეს სულიერი მიწისძვრა. ჩვენი გული გაიხსნას იმ მადლისათვის, რომელიც ყოველთვის არის ჩვენზე, ოღონდ ჩვენ არ უხსნით ამ მადლს. არ ვისმენთ უფლის ხმას, რომელიც ამ მწუხარებებიდან და განსასწრებებიდანაც გვეძახის. აი როგორც აპოკალიფსის წმინდა წიგნიდან მოგმართავს უფალი,
აჰა მე ვდგავარ თქვენი გულის კართან და აკაკუნებს სიტყვებით, აი თუნდაც ჩემნაირი ცოდვილი ადამიანის სიტყვებით აკაკუნებს თქვენი გულის კარზე, აკაკუნებს განსასწრებით, აკაკუნებს ავადმყოფობებით, აკაკუნებს როგორც ჩამოგითვალეთ სხვადასხვა ტრაგედიებით, სხვადასხვა მწუხარებებით, ტანჯვებით, ტკივილებით, უსამართლობით, მიუსაფრობით, მარტოსულობით, სოციალურ-ეკონომიური პრობლემებით, სხვადასხვა სულიერი ეკონომიური, გარეგანი თუ შინაგანი შეჭირვებებით, აჰა მე ვდგავარ თქვენი გულის კართან და ვაკაკუნებ, თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიხსნის გულის კარს, მე შევალ მასში მე ვიქნები მასთან და ის იქნება ჩემთან და ჩვენ ერთად ვივახშმებთო. ანუ არანაირი ნაკლებობა ადამიანს, რაც მას ჭირდება იმ ბედნიერებისათვის, რა ბედნიერებაც შესაძლებელია ამ წუთის სოფელში, რომელიც ბოროტებაშია ჩაფლული, არანაირი გარეგანი და სულიერი სიკეთე ამ ადამიანს არ მოაკლდება, თუ იგი დამკვიდრდება უფალთან ერთად, თუ მიიღებს უმტკიცეს გადაწყვეტილებას, ჩაშიდოს ხელი უფალს და არასოდეს არ გაუშვას მას ეს ხელი, რათა ამ წუთის სოფლის ამაუებაში არ ჩაიკარგოს. ამიტომ მოგვიწოდებს უფალი სხვადასხვა წინასწარმეტყველთა მიერ მოუბრუნდით ჩემსკენ, რომ მეც მოუბრუნდეთ თქვენსკენ, მომიხმეთ გაჭირვების ჟამს და მე თქვენ გიშვები. და განსასწრების მიზანიც, რასაც უფალი უშვებს ჩვენ ცხოვრებაში, სწორედ ეს გახლავთ, უღმერთოთ მყოფები, ღვთისმოსავნი გავხდეთ, მივიდეთ უფალთან და გამოვეხმაუროთ მის მოწოდებას. აი ეს არის დანიშნულება ამ განსასწრების, ამიტომ ამბობს წმინდა პავლე მოციქული, განსასწრების გარეშე ვერავინ ვერ შევა ცათა სასუფეველში და წყინვალედ ბრძანებს წმინდა ზოსიმე პალესტინელი სულიწმინდის მიერ, რომ ის განსასწრები, რომლებიც მრავლდება ჩვენს ცხოვრებაში, ავადმყოფობანი, ეპიდემიები, ომები, სოციალურ-ეკონომიური შეჭირვებანი და ასე შემდეგ, ღმერთის მიერ ზეციდან გამოგზავნილი ის მწარე წამლებია, რომელთა მეშვეობით ღმერთი ცდილობს უღმერთონი ღმერთთან მივიდეთ. აი ეს არის დანიშნულება, მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენი თანამემამულეები სამწუხაროდ მიუხედავად იმ განსასწრებისა, რომელთა ზღვაშიც ვიმყოფებით უკვე 20 წელია, სულ ცოტა 20 წელია, ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მაინც ქრისტესა და მისი მაცხოვრებელი ეკლესიის გარეშე ცხოვრობს. ჩვენი ხალხის 98% მაინც აგრძელებს ცხოვრებას ღმერთის გარეშე, აგრძელებს ცხოვრებას ცოდვებში და რაც ყველაზე დიდი უბედურება აგრძელებს ცოდვებში მოუნანიებლად. ჩვენ ხშირად ვცვალთ ხოლმე კითხვას, რა არის ბედნიერება? ბევრს გონია, რომ ბედნიერება ეს არის მდიდრული ცხოვრება. არა, ჩემო ბატონო. ბედნიერება ეს არის უფლის მცნებებით ცხოვრება. ეს არის კარგი ცხოვრება, ხოლო ყველაზე საუკეთესო ცხოვრება უფლის მცნებათა მეშვეობით წმინდა ცხოვრების მიღწევა. აი რა არის ყველაზე საუკეთესო ცხოვრება. უბედურება არა სიღარიბე, არა ავადმყოფობა. ეს კი არ არის ბროტება. ბოროტება და უბედურება არის ცოდვებში ცხოვრება. ეს არის ცუდი ცხოვრება. ხოლო ყველაზე საშინელი ცხოვრება ცოდვებში უნანელად ცხოვრება. და რამდენად მნიშვნელოვანია სინანული, ეს ჩვენ ვიცით თვით იოანე ნათლისმცემლის პირველივე ქადაგებიდან, რომელსაც ის უძღვნის სინანულს, როცა მიმართავს იორდანეს უდაბნოში გასული ადამიანებს და მოგმართავს თვითოულ ჩვენთაგანს, აი 2000 წლის შემდგომაც, აქაც წმინდა იოანე ზედაზნელისა და მისი 12 მოციქულის სახელობის ეკლესიაში ისმის იოანე ნათლისმცემლის სიტყვები, შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. პირველ ქადაგებას თვით იესო ქრისტე სწორედ სინანულს უძღვნის, როდესაც მიმართავს მსმენელებს, ხალხს, რომლებიც ისმენდნენ მის ქადაგებას და დღესაც ისმის აქ წმინდა იოანე ზედაზნელისა და მისი 12 მოწაფის სახელობის ეკლესიაში. შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა, იწამეთ სახარება და სახარების მიხედვით იცხოვრეთ. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ერის მნიშვნელოვანი ნაწილი მიუხედავად
ღვთის სიტყვის ქადაგებისა საპატრიარქოს ტელევიზიით, საპატრიარქოს რადიოთი, საღვთისმეტყველო ლიტერატურის ესოდენ გამრავლებას, ეკლესიების გამრავლებას, ქადაგებელთა გამრავლებას, როგორც სასულიერო, ისე საერო პირებისა, ჩვენი ერის ნაწილი, დიდი ნაწილი მაინც ზურგშექცევით დგას. უფლის მიმართ რაც იმის ნიშანია, რომ განსასწრებელი ჩვენს ცხოვრებაში კიდევ იქნება მანამდე, ვიდრე ჩვენი ერი არ შეიკრიბება წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, სადაც ხდება ერის ჭეშმარიტი გაერთიანება ერთი უფლის მიმართ და უფლის მიერ ერთმანეთთან. სხვაგვარი გაერთიანება არ არსებობს. ერი, რომელიც თავისი აზრით ერთიანდება პარტიებში, საზოგადოებებში, ორგანიზაციებში, სინამდვილეში ნაწევრდება. ერთი პარტია მეორე პარტიას ემწვის, ერთი ორგანიზაცია მეორე ორგანიზაციას უპირისპირდება, ერთი საზოგადოება მეორე საზოგადოებას უპირისპირდება, ყველა პარტიის, საზოგადოებისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი, როცა მოექცევა უფლისაკენ და დაბრუნდება ღვთისაგან განდგომილი დედა ეკლესიის წიაღში, ყოველი ადამიანი აი იქ განურჩევლად იმისა, ვინ რომელი საზოგადოების, რომელი პარტიის, რომელი ორგანიზაციის წევრი იყო, ერთიანდება ერთი უფლის მიმართ, ვეზიარებით ერთ უფალს, ერთი ბარძიმიდან და უფლის მიერ ვეზიარებით და ვერთიანდებით ერთმანეთთან. ამიტომ ვამბობთ ხოლმე ყოველთვის პასუხობთ კითხვას, როდესაც გვეკითხებიან, სად არის ხსნა? ხსნა ჩვენს მოძღვრებაშია, რომელიც უფალმა ზეციდან დედამიწაზე მოგვიტანა, მართლმადიდებლობაში, ღვთივსულიერ და ღვთივბოძებულ მოძღვრებაში. ჩვენი გადარჩენა და გაერთიანება წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღშია, რომელსაც ქართველი ერი, როცა განუდგებოდა, უამრავი განსაცდელი ატყდებოდა თავს, ხოლო როცა ბრუნდებოდა ამ განსაცდელებიდან ღმერთთან და იხსენებდა უფალს, რომელიც დაივიწყა, მაშინვე ღვთის კურთხევა მოდიოდა მასზე. ამიტომ წმინდა დავით აღმაშენებელმა რუის ურბნისის კრებაზე წმინდა მამებთან ერთად და სხვა ღირსეულ მამებთან ერთად დადო აღთქმა, რომლის ერთგულნიც უნდა ვიყოთ ჩვენ, არ გეცრუებით შენ, ჩვენო სიწმინდით მშობელო წმინდაო სამოციქულო ეკლესიაო. არ გაგცემ შენ ჩვენო სიქადულო მართლმადიდებლობა, რომლისთვისაც არასოდეს გვიღალატია მას შემდგომ, რაც მისი შეცნობის ღირსნი გავხდით და შემდეგ სული წმინდის მიერ ამ კრებაზე დაადგენენ და განვაწესებთო და დავადგენთო, რომ ყოველი მადიდებელი, მართლად მადიდებელი, ანუ მართლმადიდებელი ტაძარია მასში დამკვიდრებული სული წმინდისა, ხოლო ყოველი არა მადიდებელი და ბოროტად მადიდებელი ტაძარია მასში დამკვიდრებული ეშმაკისა. როდესაც ჩვენ ამ აღთქმის ერთგულნი გავხდებით, როდესაც ჩვენ გავხდებით აღსრულებელნი წმინდა ვახტანგ გორგასალის ანდერძისა სიკვდილის წინ რომ დაგვიტოვა, ქართველნო ეძიებდეთ ქრისტესა ზედა და მტკიცეთ ზდექთ მართალსა სარწმუნოებასა ზედა, მაშინ ქრისტე, მისი წმინდა ეკლესია, საეკლესიო საიდუმლოებანი, ღვთიური მოძღვრება ჩვენს გულში დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს და მაშინ ჭეშმარიტად გაბრწყინდება, ივერია, რადგან გაბრწყინდება ყოველ ჩვენთაგანის გულში მზე სიმართლისა, რომელიც არის ჩვენი უფალი და მაცხოვარი იესო ქრისტე. ხოლო ესე ყოველი დასაბამი სალმობათაი არის. ხედავთ, ხშირად გვეკითხებიან ხოლმე, ომები იქნება კიდევ? იესო ქრისტე იმას კი არ ამბობს, რომ ომები არ იქნება. პირიქით, სულ უფრო და უფრო გამრავლდება განსაცდელები დედამიწაზე, იმიტომ რომ ადამიანები სულ უფრო და უფრო მეტად განუდგებიან ღმერთს, ჭეშმარიტ ღმერთს, ჭეშმარიტ მოძღვრებას. აბა წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანია მართლმადიდებელი, თუნდაც ნათლობით და მონათლული ადამიანებიდან რამდენია ის, ვინც სწავლობს მართლმადიდებელ მოძღვრებას და მართლმადიდებელი მოძღვრების მიხედვით ცხოვრობს. ვინც შეისწავლის უფლის მცნებებს და ამ ცნებათა აღსრულებელია. ცნებათა აღსრულება კი ეკლესიის გარეშე შეუძლებელია. შეუძლებელია უფლის მცნებები აღასრულოს ადამიანმა, რომელიც სულიერად მკვდარია, ანუ რომელიც მადლის გარეშე ცხოვრობს. ვინ არის სულიერად მკვდარი? სულიერად მკვდარია ყოველი ადამიანი, თუნდაც ხმამაღლა ადიდებდეთ ქრისტეს,
რომელიც წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის გარეშე ცხოვრობს. საიდან ვიცით ამის შესახებ? ამის შესახებ თვით უფალმა იესო ქრისტემ გამოგვიცხადა, როდესაც ერთ-ერთი მოწაფე მიუახლოვდა მას და უთხრა, რომ წავალ დავმარხავ მამაჩემს, მერე შემოგიდგებიო. იესო ქრისტე ეუბნება, დაანებე მკვდრებს დამარხონ თავიანთი მკვდრები, შენ ჩემთან იყავი, რათა ცათასასუფეველი იქადაგო და იგულისხმება შენ იცოცხლო სულიერად, რადგან სიცოცხლე ჩემს გარეშე არ არსებობს, იმიტომ რომ მე ვარ სიცოცხლე, მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე და შეუძლებელია ადამიანს, რომელიც სიცოცხლის ანუ ქრისტეს გარეშე ცხოვრობს და არ მოიხვეჭს იმ მადლს, რომელიც ქრისტეს ეკლესიაში მოიხვეჭება, იყოს სულიერად ცოცხალი ადამიანი. შენ დაანებე მკვდრებს დამარხონ თავიანთი მკვდრები. ანუ ის ადამიანები, ვინც მე არ მომყვებიან და ჩემს გარეშე ცხოვრობენ, ისინი არიან მკვდრები. ისინი აღასრულებენ ყოველივე იმას, რაც უნდა აღასრულონ, ანუ გარდაცვლილები დამარხონ, შენ კი ჩემთან იყავი რომ მიცოცხლო, მე მიხვიდე და ის მკვდრები გააცოცხლო. ანუ სულიერად მკვდრები, რომლებიც ფიზიკურად ცოცხლობენ, გამოიყვანო სულიერიდან სულიერ ნათელში, რადგან ამბობს უფალი, მე ვარ ნათელი ქვეყნიერებისა, ვინც გამომყვება ბნელში არ ივლის და სხვა ადგილას აპოკალიფსის წიგნიდან უფალი ამბობს ასეთი ადამიანების შესახებ, მიმართავს მათ ცოცხლებს კი გავხართ, მაგრამ მკვდრები ხართ. ასევე ყველაზე ღრმა იგავში ჩემის აზრით, რომელიც არის წმინდა წერილში და რომელთაც უფალი წარმოსთქვავს, იგავში უძღებიშვილის შესახებ, დაკარგული ძის შესახებ, როდესაც ბრუნდება მამისაგან, ანუ ღვთისაგან გაუცხოებული და განშორებული ძე, რომელმაც სულიერი თუ ნივთიერი ნიჭები და ქონება გაფლანგა ცოდვებში, ამაოებასა და გარყვნილებაში, შეინანა, გონს მოეგო, შეინანა, დაბრუნდა მამასთან, მაგრამ უფროსი ძე არ შევიდა, როდესაც დამაშრალი ბრუნდებოდა ვენახიდან, როდესაც მხიარულების ხმა გაიგო მამის სახლიდან და იკითხა რა ხდებოდა და აუწყეს, რომ მისი უმცროსი ძმა დაბრუნდა, მამა გამოვიდა, რომ შეეყვანა სახლში, საყვედურით მიმართა მამას, რომ მისმა ძმამ მთელი ნახევარი ქონება გაფლანგა და ასეთი ლხინი და ნადიმი მოუწყო, ჩვენ ამ იგავის შესახებ რამდენიმე საუბარი ქონდა, ანუ რამდენიმე შეხვედრა კვირა დღისა, სწორედ 3 თუ 4 შეხვედრა მიუძღვენით ამ უღრმესი იგავის განმარტებას, რა თქმა უნდა, წმინდა მამათა სწავლებაზე დაყრდნობით, ამიტომ მის შესახებ საუბარს აღარ გავაგრძელებ და მამა ეუბნება შვილს, მოყვარული მამა ეუბნება უფროს ძეს, შენი ძმა, ანუ ჩემი შვილი, დაკარგული იყო და ვიპოვეთ, მკვდარი იყო და გაცოცხლდა. მკვდარი როგორ იყო? სულიერად იყო მკვდარი, იმიტომ რომ ჩემთან არ იყო. ანუ ღმერთთან რომ არ არის ადამიანი, ის ღმერთისთვის არის მკვდარი. როცა მივიდა ღმერთთან სინანული, გონს რომ მოეგო, ეს გონება კი მას ყოველდღიური ცხოვრების ამაოებასა და ცოდვებში ქონდა დაკარგული, მამისთვის გაცოცხლდა. ჩვენ ჭეშმარიტად გავცოცხლით მაშინ, როდესაც მოვედით ჩვენი ზეციური მამის სახლში, ეკლესიაში, სადაც ჩვენ არა სიმბოლურად, არამედ რეალურად უერთდებით უფალს წმინდა ზიარების საიდუმლოში, როდესაც მღვდელმსახური, რომელსაც ეფრემ ასურის სიტყვებით ღმერთმა უსაკვირველესი და უსაშინლესი ძალაუფლება მიანიჭა, ვისაც მიუტევებს სოდვებს მიეტევება ზეცაშიც, ვისაც არ მიუტევებს სოდვებს დედამიწაზე, ვისაც შეკრავს აქ სოდვებში, მარადულ ცხოვრებაშიც კრულ იქნება. აი ესეთი უდიდესი ძალა აქვს მღვდელს, რომლის ხელითაც უფალი წირვალოცვის დროს პურსა და ღვინოს გარდაქმნის თავის სისხლად და თავის სხეულად. აი ამ პურსა და სისხლს სრულ ღმერთსა და სრულ კაცს ღმერთკაცს ვეზიარებით. ჩვენ ვუერთდებით ღმერთს და ღმერთკაცი დაივანებს ჩვენში. ანუ ვეზიარებით უფალს და უფალს ვეზიარებით რა ყველა უფლის მიერ ვეზიარებით და ვუერთდებით ერთმანეთს. ამიტომ ვარ ჩვენ დანი და ძმანი ერთმანეთისა. უფლის მიერ დანო და ძმანო. ამიტომ მივმართავთ ხოლმე ასე ერთმანეთს, ამიტომ მოგმართავენ მოძღვრები ერთმანეთს, აი ასე ზუსტად.
და ჭეშმარიტი დანი და ძმანი ადამიანები მხოლოდ უფლის მიერ ხდებიან ჩემო ძვირფასებო. ესე ყოველი დასაბამი სალმობათაი არს. რაც მთავარია და რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ ადამიანებს, ღმერთი არ უხელს ადამიანებს, მათ შორის წმინდა მოციქულებს როდის იქნება ეს. ღმერთმა საიდუმლოების ფარდა გადააფარა იმის ცოდნას, თუ როდის იქნება უფლის მეორედ მოსვლა. ამის შესახებ არ იციან არც ზეციურმა ანგელოზებმა, არ იციან არც მოციქულებმა, არ იცოდა არც ერთმა წმინდა მამამ. და ბუნებრივია შეუძლებელია ეს იცოდეს რომელიმე ეგრეთ წოდებულმა ნათელმხილველმა ცირამ თუ ნათელმხილველმა მაყვალა. რომლებსაც თურმე კვირაში ერთხელ აქვთ იმდენი გამოცხადებანი, რომ 25 გვერდიანი გაზეთები ივსება. და ხალხი ყველაზე მეტად ეწაფება ამ სიცრუეს, რის შესახებაც უფალი გვეუბნება, ეკრძალენითო, გააფრთხილდით, რომ არ მოთხოვდეთ. იცოდეთ, როდესაც რომელიმე წინასწარმეტყველებას წაიკითხავთ თარიღთან დაკავშირებით, როდის იქნება უფლის მეორედ მოსვლა, იცოდეთ, რომ ეს სიცრუეა. იმიტომ რომ ქრისტემ სიტყვით გვითხრა, ეს არ იციან არც ზეციურმა ანგელოზებმა, ეს არ იცის არც ძეკაცისა, მან რა თქმა უნდა როგორც სრულყოფილმა კაცმა იცოდა, მაგრამ ჩვენი სულის ცხონებისათვის უფალმა და ესე იგი არ გაგვიმხილა, ისევე როგორც ჩვენ შვილებს გარკვეულ ასაკამდე ვიდრე საჭირო არ არის ბევრ კითხვაზე, რასაც ისინი გვისვავენ, ჩვენ არ ვცემთ პასუხს, არა იმიტომ რომ არ ვიცით, არამედ იმისათვის რომ ეს მათთვის არ არის სასარგებლო. გარკვეულ დრომდე არ არის სასარგებლო. სამაგიეროდ უფალმა ჩამოუთვალა ეს ნიშნები და ეუბნება, როდესაც ეს ნიშნები დაიწყებს აღსრულებას, გულისხმახავით, რომ ეს არის დასაწყისი ქვეყნიერების დასასრულისა. რამდენ ხანს გაგრძელდება ამის შესახებ ადამიანებმა არის. შეიძლება ეს იყოს, როცა ეს მოვლენები ინტენსიურად დაიწყებს აღსრულებას, შეიძლება ეს იყოს 10 წლის შემდეგ, 100 წლის შემდეგ, 200 წლის, 300 წლის, 1000 წლის შემდეგ. გამომდინარე აქედან, როდესაც აომე რომ ახლო არის ჟამი, ჭეშმარიტად ახლო არის ჟამი. ასე იწყება სწორედ გამოცხადების წიგნი აპოკალიფსისა. პირველივე მუხს რო წაიკითხავთ, თქვენ იქ რას წაიკითხავთ, იცით? უფალი გამოუცხადებს ანგელოზის მეშვეობით იოანე ღვთისმეტყველს, რომ ახლო არის ჟამი ქვეყნიერების აღსასრულისა. როგორ არის ახლო არის ჟამი, როდესაც 2000 წელი გავიდა, ხო? მას შემდგომ ამაზე პასუხს სცემს წმინდა პეტრე მოციქული თავისი ერთ-ერთი ეპისტოლიდან, როდესაც ამბობს, რომ წმინდა ძველი აღთქმის წიგნიდან მოხავს სიტყვები, რომ ღმერთისთვის 1000 წელი ვითარცა ერთი დღე და ერთი დღე ვითარცა 1000 წელი. რა არის ღვთის მარადისობის წინაშე და ღვთის წინაშე 1000 წელი? თვალის ერთი დახამხამება. და ფაქტობრივად ქრისტეს შობიდან დღემდე გავიდა აი ამ კრიტერიუმით და საზომით თუ მიუდგებით 2 დღე. და მე მინდა თქვენ იცოდეთ, ჩემო ძვირფასებო და მრავალმა თქვენთაგანმა იცით კიდეც, მაგრამ შეგახსენებთ, რომ წმინდა მოციქულები, რომლებმაც არ იცოდნენ, როდის მოხდებოდა ეს, თავიანთ სიცოცხლეში ელოდებოდნენ უფლის დიდებით მოსვლას. უფლის მეორე, თავიანთ სიცოცხლეში. აქვე მე მინდა გითხრათ, ეს რა თქმა უნდა ამოჭრილი იქნება აქედან, ეთერიდან, თუ საჭიროდ ჩათვლით შეგიძლიათ დატოვოთ. ჩემს ერთ-ერთ წიგნში, აი იმ გოგონას რომ უფყრია ხელთ და თან კარგად უფყრია ხელთ, ანუ იმ განზრახვით რომ აუცილებლად წაიკითხავს ამ წიგნებს, რომელთაგან ერთს ქვია სიკვდილიდან უკვდავებისაკენ და მეორეს ქვია სულსნო ჩავიქროთ, არის ერთ-ერთი თხზულება, თუ არ ვცდები, მანდარის თუ სხვა წიგნშია, ახალ წიგნშიც იქნება ოღონდ უფრო გამრცობილად, უფლის მეორედ მოსვლის თარიღის შესახებ. ეს თარიღი არავინ არ იცის. და ჩვენ წმინდა მამათა სწავლებიდან და წმინდა წერილიდან გამომდინარე ვამტკიცებ, რატომ არ გაგვიმხილა უფალმა, რომლისთვისაც დაფარული არაფერია ეს თარიღი, დღე და რიცხვი. დღე კონკრეტული ვიცით, როდის იქნება. ეს დღე იქნება უფლის დღეს. უფლის დღე რომელია? კვირა დღე. კვირა ქართულად ნიშნავს უფლისაა. რატოა უფლისა, რომლისთვისაც ყველა დღეა, ეს დღე განსაკუთრებით. ეს სადღესასწაულო დღეა, იმიტომ რომ ამ დღეს აღსდგა უფალი. აი ამ დღეს წმინდა მამათა სწავლებით იქნება უფლის დიდებით მოსვლა, მაგრამ კვირა დღე არის ყოველ მეორე
კვირეულში, ხო? რომელ წელს იქნება, რომელ თვეს იქნება, ჩემი ღრმარწმენით ეს გაზაფხულზე იქნება, რომელიც სიცოცხლის სიმბოლოს წარმოადგენს ჩვენთვის და არც ის გახავთ შემთხვევითი, რომ ღმერთმა სამყაროს შექმნა სწორედ დაიწყო გაზაფხულზე, ანუ მარტში. და წელთაღრიცხვა ადრე ხდებოდა მარტიდან. აი ეს ჩვენ ლათინური სახელწოდებები რომ გვაქვს სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, მარტიდან დაითვლება. სექტემბერი ლათინურად ნიშნავს მე-7-ს. მერვე, მე-9 და დეკემბერი არის მე-10. მარტიდან მე-10-ია, იანვრიდან მე-12-ია. იანვრიდან რატო იწყება ეხლა ეკლესიურად რატომ იწყება ახალი წელი სექტემბერში, როცა იანვარი მოვა, მაშინ ვისაუბრებ თუ იქნება ნება ღვთისა და როგორც პავლე მოციქული ამბობს, მშვიდობა მშვიდობის ღმერთთან. აქვე მე ვიდა მოგიწოდოთ, იმიტომ რომ ჩემს ნაცვლად ამას არავინ არ იტყვის, ჩემი ორი ახალი წიგნი გამოვიდა, აი გამახსენა უბრალოდ უჭირავს ხელთ. აქ არის 35 საღვთისმეტყველო თხზულება შეტანილი, უფრო გასაგებ ენაზეა ურთულესი საღვთისმეტყველო საკითხები განხილული და ყველა კითხვა, რომლებიც თქვენ გაღელვებთ, აუცილებლად პასუხგაცემული იქნება იმ წიგნში, შეიძინეთ, მიიღეთ სულიერი საზრდო, დამერწმუნეთ მადლიერი იქნებით. ვისაც შესაძლებლობა არ აქვს, შეგიძლიათ აიღოთ წიგნი და თანხა მერე გადაიხადოთ, როცა გექნება და მე იმედი მაქვს, რომ თქვენ ეს თანხა აუცილებლად გექნებათ. ოღონდ აუცილებელია შემეცნების წყურვილი გახჩობდეთ. რა წერია ამ წიგნში? ეს წიგნი გამოსულია უწმინდესა და უნეტარესი ისევე როგორც ყველა დანარჩენი წინა წიგნი ილია მეურის კურთხევით და ეს კურთხევა დაბეჭდილია და რეცენზირებული და ნებარდართულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის დეპარტამენტის მიერ, რომლის თავმჯდომარეც გახლავთ ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი და რეცენზიის ავტორი გახლავთ, როგორც ყველა ჩემი დანარჩენი წიგნისა, თეოდორე გიგნაძე, მამა თეოდორე გიგნაძე, იმიტომ რომ წიგნი არ გამოვა და ეკლესიაში არ შეიტანება და რამდენიმე ავტორის წიგნი გამოდის პატრიარქის კურთხევით, თუ იგი რეცენზირებული არ არის. საგანგებოდ ყველაზე განსავლული სასულიერო პირებისაგან არის შედგენილი ეს დეპარტამენტი, ისინი კითხულობენ რაიმე შეცდომა რომ არ გაიპაროს საღვთისმეტყველო, იმიტომ რომ ამ წიგნებს სხვებიც კითხულობენ და შეიძლება შეცდომა გამრავლდეს მერე. ხო? ასე რომ მე პირადად გირჩევთ რომ ეს აღასრულოთ, ბევრი არ არის. მე მგონი 6-7 ცალია დარჩენილი. მიგცნენ თქვენ ჭირსა და მოგწყვიდან თქვენ და იყვნენ, აი ერთ-ერთი ნიშანი რა იქნება. იყვნენ თქვენ მოძულებულ ყოველთაგან წარმართა სახელისათვის ჩემისა. საერთოდ ქრისტიანის ცხოვრება ეს არის მუდმივი მოწამეობრივი ცხოვრება. სხვათა შორის სიტყვა ბედნიერება სახარებაში საერთოდ არ არის ნახსენები. მაგრამ სახარება ეს არის ბედნიერების მეცნიერების წიგნი. როგორ უნდა გავხდეთ არა უბრალოდ ბედნიერნი, არამედ ზებედნიერნი, განუზომლად ბედნიერნი და განუზომელ ბედნიერებას ეწოდება ნეტარები. ვინ იქნებიან ნეტარნი და როგორ უნდა გავხდეთ ნეტარნი, აი ამას გვასწავლის სწორედ სახარება. მაშინ მიგცნენ თქვენ ჭირსა და მოგწყვიდან თქვენ. ესე იგი ყოველი ადამიანი, რომელიც აღსარებელი იქნება მართლმადიდებელი სარწმუნოებისა, იგი დევნილი იქნება და მრავალი ადამიანი მოწამებრივად აღესრულება. და არ აღსრულდება ეს ქვეყნიერება მანამდე, ვიდრე სიცოცხლის წიგში, ანუ უფლის ხსოვნაში, ყველა ის ადამიანი, რომლებიც უნდა ცხონდნენ, ჯერ მოწამებრივად არ აღესრულებიან. როდესაც შეივსება, აი მაშინ იქნება ჟამი ქვეყნიერების აღსასრულისა. რას ნიშნავს ქვეყნიერების აღსასრული? ქვეყნიერების აღსასრული იმას კი არ ნიშნავს მთელი ეს კოსმოსი, მატერიალური სამყარო, ცა, დედამიწა, მზე, მთვარე, ვარსკვლავები გაქრება და აღარ იარსებებს. არამედ ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე არსებული, აი ამ წამხდარი, ხწნადი და ფუჭებადი სამყაროდან და ასეთი გახდა ეს სამყარო ადამიანთა ცოდვებით დაცემის გამო, რადგან პირველ ცოდვასთან ერთად, რომელიც ჩვენმა პირველმა მშობლებმა ჩაიდინეს უკვე 64-ში, სამყარო გახდა ხრწნადი და წარმავალი, ისევე როგორც ადამიანი დაემორჩილა ხრწნასა და სიკვდილს, რის შესახებაც უფალმა გააფრთხილა, რომ თუ მიიღებდა აკრძალული ხიდან, ამ ცნო კიდეც რა შედეგი ექნებოდა, სიკვდილით მოკვდებოდა.
და იმდენად რამდენადაც ეს სამყარო ღმერთმა შექმნა ადამიანისათვის და არა ადამიანის სამყაროსათვის უგუნურება და უაზრობა ექნებოდა ადამიანი აღარ არსებულიყო და სამყაროს გაეგრძელებინა არსებობა. როგორც ადამიანი კვდება და ჩვენი უფლის განუზომელი სიყვარულიდან გამომდინარე მისი განკაცების ჩვენთვის ტანჯვის ჯვარცმის სიკვდილის მოკვლის შემდგომ სიკვდილის დაწვრგუნვის შემდგომ აღსდგა მკვდრედით და მოკვდავი სამყარო უკვდავება მოიცვა და ყოველი ადამიანი ჭეშმარიტად აღსდგება მკვდრეთით ეს სამყაროც განახლდება როგორც პეტრე მოციქული თავის მეორე ეპისტოლედან გამოგვიცხადებს სულიწმინდის მიერ ცეცხლში დაიწვება ყისიერად მოხდება ეს თვალისერთ დახამხამებაში ამიტომ უფალი ამოს როდესაც თქვენ გეტყვიან ქრისტე აქ არის ან იქ არის ეს სრულ ქრისტეა რადგან ადამიანები ვერც მოასწრებენ თვალის დახამხამებას ისე მყისიერად მოხდება ყველა ეს მოვლენა რაც მე ჩამოგითვალეთ უფლის მეორედ მოსვლა მანამდე ცაზე სასწაულებრივი ნიშნის გამოსახვა ანუ ჯვრის გამოსახვა რომლის წინაშეც ყოველი ტომი აქვითინდება იმიტომ რომ ჯვრის უარყოფილი ადამიანთა მოდგმის უდიდესი ნაწილი რაც სიცოფია ღვთის წინაშე როგორც წმინდა პავლე მოციქული ამბობს სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის ვინც წარიწყმიდნენ წარწყმედულთათვის ასე წერია ხოლო ჩვენთვის ვინც გადავრჩებით ღმერთის ძალა პავლე მოციქული ამიტომ ამბობს რომ ღმერთმა უქნას რაიმე სხვით დავიქადოთ თუ არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრითა აი ეს ჯვარი იქნება სასწაულებრივად გამოსახული რატომ სასწაულებრივად აი როდესაც მზე ამოდის თქვათ ახლა ამერიკაში ღამეა ხო დედამიწის მეორე მხარეს მაგრამ ეს ჯვარი მთელს ცის კიდურზე იქნება გამოსახული საფლავები დაცარიელდება განიხნება გაიხსნება ყოველი ადამიანის სულს იქნება ის სასუფეველში თუ ჯოჯოხეთში ღმერთი დააბრუნებს თავთავის სხეულში ადამიანი თავის იდენტობას არ დაკარგავს და აღადგენს არა ხრწნადი და წარმავალი ასეთი მძიმე და მატერიალური სხეულით რომელიც ადამიანმა ცოდვით დაცემის შედეგად შეიძინა არამედ აღადგენს უხრწნელი უკვდავი და სულიერი სხეულით რომელსაც სიკვდილი აღარ შეეხება რადგან როგორც პავლე მოციქული ამბობს თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში სიკვდილი უკანასკნელი მტერი კაცთა მოდგმისა შთაგდებული იქნება ჯოჯოხეთში სიკვდილი გაუქმდება ყოველი ადამიანი აღსდგება სრულყოფილების ასაკში წმინდა მამათა სწავლებიდან გამომდინარე 33 წლის ასაკში და ყველა ადამიანი თავისი სულის შესატყვისი სხეულით შეიმოსება და ღმერთი აღადგენს ადამიანებს არა იმისათვის რომ კვლავ მოკვდნენ არამედ იმისათვის რომ მარადიულად იცოცხლონ და თვით პავლე მოციქულსაც მე მოგახსენეთ მოციქულებმაც კი არ იცოდნენ როდის იქნებოდა მეორედ მოსვლა პავლე მოციქულსაც ეგონა რომ ქრისტე მოვიდოდა მის სიცოცხლეში ის ამბობს ხოლო მე გაგიმხელთ თქვენ საიდუმლოს თავით ერთ-ერთ ეპისტოლეში ამბობს მე გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს როდესაც იქნება ეს ჟამი ანუ უფლის მეორედ მოსვლის ჟამი დღე ამ დღეს საფლავები განიხნება მკვდრები აღსდგებიან მოკვდავნი უკვდავებისათვის უხსნელი სხეულით შეიმოსებიან ხოლო ჩვენო გარდა ვისახებითო გარდა ანუ ვინც დავრჩებითო დედამიწაზე შევიცვლებითო ანუ ცოცხალი ადამიანები ხო დახვდებიან ფიზიკურად ცოცხალი ადამიანები მყისიერად თვალისერთ დახამხამებაზე ეს ადამიანები შეიცვლებიან ყველა გარდაისახება 33 წლის ასაკის ადამიანად ანუ სრულყოფილების ასაკში აღსდგებიან მკვდრედით ისინიც ვინც მუცლად მოწყდნენ რომელთა გაჩენად მშობლებმა არ ისურვეს რომლებიც დედისა და მამის ხშირად ერთობლივი შეთანხმებით არ ეღირსნენ აი ამ ხილული მზის დანახვას და ის ადამიანები რომლებიც ღირსნი არ გახდნენ მუცლად მოწყვეტილი ყრმები ეხილათ ეს მზე ხილული როგორც ეფრემ ასური ამბობს თუ ეს მშობლები რომლებმაც აღასრულეს ყველაზე საზარელი მკვლელობა სრულიად უმანკო და უდანაშაულო ბავშვი მოკლეს რომელიც ტერტულიანეს თქმით ადამიანი იყო იგი შობამდე და ადამიანი იქნებოდა რომ დაბადებულიყო აი ასევე ის მშობლები რომლებიც არ შეინანებენ და ამ უდიდეს და უსაზარლეს სოდვას ღვთის სათნო და მოსაწონი ცხოვრებით არ გადაფარავენ ეს ბავშვები შეიცნობენ თავიანთ დედებსა და მამებს დედები და მამები თავიანთ შვილებს
ხოლო დედები და მამები, რომლებმაც არ აღირსეს შვილს ეხილა მზე ფიზიკური, რომელიც წარმავალია, ვერ იხილავენ ისინი სიმართლის მზეს, ანუ ქრისტეს, რომელიც მარადიულია და ასეთი ადამიანები შთაგდებულნი იქნებიან ჯოჯოხეთში, თვითონვე შეღაღადებენ ღმერთს, როდესაც იხილავენ თავიანთ შვილებს. ამიტომ მოგიწოდებთ უფალი, ვისაც ეს ცოდვა ჩაგიდენიათ, შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა, რაცა პირნათელნი წარსდგეთ თქვენ ღვთისა, ანგელოზების, ადამიანების და თქვენი მუცლად მოწყვეტილი ყრმების შვილების წინაშე. და წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანებს ისეთი საზარელი სირცხვილის გზნობა დაეუფლებათ საშინელ სამჟაროზე, როცა ყოველი ადამიანის სინდისის წიგნი გაიხსნება და ყველა ჩვენთაგანი იხილავს საკუთარ თავს არა ისეც, როგორც ჩვენ დღეს წარმოგვიდგენია, არა ისეც, როგორცაც წარმოგვისახავენ ხოლმე თავს, არამედ ისეც, როგორიც ის სინამდვილეში იქნება, ვინც გამართლებას ვერ პოვებენ ღვთის წინაშე, როცა მოისმენენ საზარელ სიტყვებს ღვთისას, წადით ჩემგან წყეულნო მარადიულ, ანუ საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის. მე ჯოჯოხეთი შენთვის კი არ შევქმენი ადამიანო, შენთვის კი არ დაუშვი, არამედ ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის, მაგრამ რადგან შენ იყავი აღსრულებელი არა ჩემი ნებისა, არამედ ჩემი და ადამიანთა მოდგმის საერთო მტრის ეშმაკისა, შენი ადგილი იქნება იქ, სადაც ეშმაკი და მისი მსახური დემონები დაცემული ანგელოზები იქნებიან. ნუ იყოფინ, ნუ იქნება ასე. ღმერთმა დაგვიფაროს. ამიტომ შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. ესე იგი ქრისტეს სახელის გამო უამრავი ადამიანი მოწამებრივად აღესრულება. წმინდა მამათა სწავლებიდან გამომდინარე, უამრავი მართლმადიდებელი ქრისტიანი სულიწმინდის მიერ გაყვანილი იქნება მღვიმეებში, კატაკომბებში და გამოქვაბულებში, სადაც ვერანაირი მაკონტროლებელი სისტემით ანტიქრისტე და იმდროინდელი მსოფლიო ხელისუფლება ვერ მიწვდება, იმიტომ რომ სულიწმინდის მიერ იქნებიან ეს ადამიანები დაფარულნი და დაფარულნი იმ საშინელი ცრუ სასწაულებისაგან, რომელთაც ანტიქრისტე აღასრულებს. და ეს სასწაულები იქნება ყოველად ცრუ, მაგრამ იმდენად რეალური ღვთისაგან განდგომელი ადამიანებისათვის, რომ ამ ცრუ სასწაულების გამო ანტიქრისტეს ქრისტეთ აღიარებენ. აი მაგალითად, რა თქმა უნდა, ტელევიზიით, სადაც პირველად წარმოჩნდება ადამიანთა მოდგმის წინაშე ანტიქრისტე ახალ ამბებში, რომელთაც იმ მოვლენების გამო, რაც მთელს დედამიწაზე იქნება ქაოსი, შფოთი, საყოველთაო მღელვარება, შიში მოიცავს მთელს კაცობრიობას, რაც განვითარდება, რომელი მოვლენების შესახებ მე უკვე გესაუბრეთ და ბუნებრივი ადამიანი, რომელიც ღვთის გარეშე ცხოვრობს, რომელსაც არ აქვს ლოცვა, მარხვა, არ აქვს მადლი სულიწმინდისა, ცხოვრობს საეკლესიო საიდუმლოებების გარეშე, ღვთის მოძღვრებით, ანუ სულიერი პურით არ იკვებება, არ საზრდოობს თვით უფლით იესო ქრისტეთი, რომელიც თავად აცხადებს, რომ მე ვარ პურის სიცოცხლისა ზეციდან დედამიწაზე ჩამოსული, ასეთი ადამიანი სული მუდმივ ძრწოლაში, შიშსა და შფოთშია, ხოლო ვინც უფალს მუდმივად ეზიარება წმინდა ზიარების საიდუმლოში და ცხოვრების წესითაც, ასეთი ადამიანი წმინდა დავით წინასწარ მეტყველთან ერთად უფლება მოსილია განაცხადოს, ვიდოდიღა თუ შორის აჩრდილთა სიკვდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან რამე თუ შენ ჩემთან ახარ. თუ უფალთან ვიქნებით და თუ უფალი იქნება ჩვენთან, როგორც პავლე მოციქული სვავს რიტორიკულ შეკითხვას, მაშინ ვიღაა ჩვენი წინააღმდგომი, ვინ რას დაგაკლებს, ან სატანა, ან ანტიქრისტე, ან დემონები. ამიტომ მოგვიწოდებს პავლე მოციქული, რომ ადგილს ნუ დაუთმობთ ეშმაკს. შენ სულში, შენ ცხოვრებაში ნუ დაუთმობ ადგილს ეშმაკს და არასოდეს არ დაუთმობ ეშმაკს ადგილს, თუ მუდმივად იქნები ღვთის წმინდა ნების აღსრულებელი. ღვთის ნება კი არის ჩვენი სიწმინდე. სიწმინდის მოპოვება კი შეუძლებელია ღვთისნების აღსრულების გარეშე. ღვთისნება გამოხატულია მის მოძღვრებაში, მის მცნებებში.
ამ ცნებების აღსრულება შეუძლებელია ღვთის ძალის, ღვთისმადლის შემწეობის გარეშე. ღვთისმადლის მოპოვება შეუძლებელია წმინდა საეკლესიო საიდუმლოებების გარეშე. წმინდა საეკლესიო საიდუმლოებები აღესრულება ეკლესიაში და ვისთვისაც ეკლესია არის დედა, მისთვის ღმერთი არის მამა. ხოლო როგორც წმინდა კვიბრიანე კართაგენელი ამბობს, ვისთვის ეკლესია არ არის დედა, მისთვის ღმერთი ვერასოდეს ვერ იქნება მამა. გვინდა ღმერთი რომ იყოს ჩვენი მამა. მაშინ უნდა შევიყვაროთ ეკლესია როგორც დედა. ნეტარი ავგუსტინე ერთ-ერთი უდიდესი მასწავლებელი კაცობრიობის ამბობს, რომ ეკლესიის გარეშე, წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის გარეშე ადამიანს შეუძლია ყველაფრის მიღწევა, დიდების, პატივის, სახელის, ქონების, სიმდიდრის, პოპულარობის, ერთადერთი რასაც დედა ეკლესიის გარეშე ადამიანი ვერასოდეს ვერ მიაღწევს, ეს არის ღმერთი და ცათა სასუფეველი. და რა ბედენა, ჩემო ძვირფასებო, სახარებისეული სიტყვებით თუ ვიტყვით, მთელი მსოფლიოს ქონება, სიმდიდრე, ძალაუფლებას რომ მოიპოვო, თუ შენს უკვდავ სულს დაკარგავ და წარიწყებ. რა გექნება სულის სანაცვლოდ? და მაშინ დაბრკოლდებოდიან მრავალნი და ურთიერთას შინა გასცემდნენ და სულობდეს ურთიერთას. და ეს როგორ მოხდება და რატომ მოხდება? რომ არ გადაგღალოთ, აი ბავშვებიც არიან აქ, უკვე 2 საათზე მეტია ჩვენ რაც ვსაუბრობთ, რომ არ ვისარგებლო თქვენი ყურადღებით და არ მოგწყინდეთ სმენა ღვთის სიტყვისა, დღეს აქ შევწყვიტოთ ჩვენი საუბარი და თუ იქნება ნება ღვთისა და მშვიდობა მშვიდობის ღმერთთან, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ანუ უფალთან, მომავალ კვირას ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. წმინდა იოანე ზედაზნელისა და მისი 12 მოციქულის, აბიბოს ნეკრესელის, ანტონ მარტყოფელის ეს დატოვეთ სახელები. ანტონ მარტყოფელის, ზენონი ყალთუელის, თადეუს სტეფანწმინდელის, შიო მღვიმელის, დავით გარეჯელის, ისე წილკნელის, ისიდორე სამთავნელის, სტეფანე ხირსელის, პიროს ბრეთელის, იოსებ ალავერდელის ეკლესიაში. და დავყურდებით იმ სიტყვით, რომელსაც გვაძლევს უფალი და რომელიც დაპურებისკენაც ჩვენ შევთხოვთ უფალს თანახმად მისივე სწავლებისა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს. მადლობა ღმერთს, მადლობა თქვენ, აი წმინდა მარხვის, საშობაო მარხვის დაწყების პირველი კვირიაკია დღე უფლისა, როგორც იოანე ოქროპირი გვირჩევს, გამოვიბათ ორი უძლიერესი ფრთა ლოცვისა და მარხვისა, რათა ამ ორი უმძლავრესი ფრთის მეშვეობით შევძლოთ აი ამ მიწიური წარმავალი ხრწნადი წუთი სოფლიდან, რომელიც ბოროტებასა და ამაოებაშია ჩაფლული, ზეციურ მარადიულ სამშობლოში, ზეციურ მოზეიმე ეკლესიაში, ცათა სასუფეველში ახსვლა და ამაღლება. მადლობთ ყველაფრისათვის.